დილამ შვიდობის, როგორ ხართ, ჩემო სიხარულებო, ხომ ხართ კარგად, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ქარიანი დღეა ცივა გარეთ. ჩემი ამინდი არ არის. ეს ანთია, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ და იცით რას ვფიქრობ? ყავა ხო არ ამოვიღო ჩემი ცხოვრებიდან, გავაქრო. აბა როგორ შეველევი არ ვიცი. როგორ შევეგუები მაგას, რომ ყავა არ დავიო, მაგრამ აი ახლა ჩაი უნდა დავიო გოგოებო. და გადავიდე ჩაიზე. ჩაიზე გადავიდე და შევხედოთ აბა როგორ შევეგუები ამ ყველაფერს, როგორ გავძლებ ყავის გარეშე. ნახოთ. ვნახოთ. ეხა ჩაის დავლევ, ჩვეულებრივად ბანანს შევატან, ჩაის როგორც ყავას ვატანდი ბანანს. დილა და ეხლა კარაქი და ესეთი რაღაცები მე ცოტა მიჭირს ხოლმე დილით. რომ დავუშვათ კარაქი და პური. მივირთვა, მაგრამ ბანანი და ჩაი თან გვირილისაა, თაფლით გავაკეთებ ახლა, იქითკენ წავიდეთ. თაფლით დავატკბობ და ძალიან მოხდება გვირილას თაფლი. ძალიან გემრიელესია. წავიღოთ, იქით გავიტანო. გოგოებო, გუშინ საღამოთი. ძალიან მოგვინდა ტკბილი. ძალიან, ხო და? წავედით მე და ჩემი ბიჭი. და ვიყიდეთ ფინიკი. ძალიან ძვირი კი ჯდება ესე ტკბილი, ანუ ბუნებრივი შაქრები რაშიც შედის, ეს ყველაფერი რო იყიდო. ბანანი, ვაშლი, ანუ ბანანი, ვაშლი. ცოტა ვიყიდე ფინიკი, თან ბევრი არა. და პური. და მივეცი გადავიხადე 25 ლარი ბანანში, ვაშლში და პურში. მოღოთ ბევრი იყო ბანანი, ძალიან დიდი იყო. რამდენი 7-8 ცალი ალბათ. კარგი კი არის. თაფლი უკვე ჩავასხი. ჩაიზე უნდა გადავიდე, გვირილისა. სიმშვიდეს არაფერი არა ჯობია და ჯანმრთელობას რა. ყავასაც შეველევი და ყველაფერს. ოღონდაც ვიყო მშვიდად. გვერილის ჩაი არის დამამშვიდებელი. ყოველთვის საუკეთესოა. არაფრით არ ჯობია ყავა ახლა ამასთან. ჩაიზე უნდა გადაგიყვანოთ გოგოებო. ჩაიზე გადავიდეთ. თუ ძალიან მოგვენატრება ხოლმე, არა უშავს, დავლიოთ ყავა. ათაში ერთხელ, მაგრამ ჩაი. გადავიდეთ ჩაიზე. ვიყიდოთ გემრიელი სხვადასხვა სახეობის ჩაი. სასწაულია, ძალიან გემრიელია ეს ჩაი კონკრეტულად. მე ძალიან მომეწონა, არ ვიცი. გვირილა ისედაც
გვირილის ჩაი დამილევი, ეხლა ეს ჩირებითაც არის და მომწონდა თვითონ გემო, იმიტომ წამოვიდე. გვირილის ჩაის გემო მიყვარს, მაგიტომ წამოვიღე, მაგრამ ეს გულყვითელაც აქვს ამას. ჯანსაღ ცხოვრებაზე გადავდივართ. ჯანსაღი თუ სამსახურიც დავიწყე მე და გავედი, მათე ძალიან წინის. ეს საერთოდ შოკოლადს ჯობია. მაგრამ როგორ გაძვირდა რა, ვიცი ყველაფერი ესე გაძვირდა რომ რავი რა, აწე 5 ლარი გეკდა ისეთი. შეიძლება ეხლა ბაზარში ეხლა 5 ლარი ის, არ ვიცი, მე აქ ვიყიდე. ლიბრეში ძალიან ძვირებს. და გოგოებო დღეს მივდივარ გაბერიკი შეგვეთაზე. ძალიან მიხარია. ნახეთ როგორი მაკიაჟი ვისწავლე. სასწაულად ვიკეთებ უკვე, ძალიან მომწონს. ეხლა მე მისვია. რუმიანა, მაგრამ საერთოდ არც ეთყობა ხო ძალიან. უბრალოდ აი გამონათებული არის სახე. ვისწავლე ნენელა. რუმიანა იმიტომ არ მიყვარდა, რომ არ ვიცოდი წასმა. როგორ უნდა წამისვა. და მე ძალიან რაღაცნაირად რგულად გამოდიოდა და სუეტყობოდა ყველანაირად აი ეს იკვეთებოდა რაღაცა და ეხლა ძალიან მომწონს როგორც ვისმე. ვისწავლე, ანუ თქვენც გასწავლით. აი აქ უნდა, აი აქ, აი ესე უნდა. და არა აი აქ, აქ არ უნდა რუმიანა, აი აქ უნდა. ესე. ეს არის სასწაულის საუზმე ჩემთვის. ყავას მისჩევნია. თუ სხვადასხვანაირ ჩაის ვიყიდი, გემრიელ ნაირ ჩაის თუ ვიყიდი და მექნება სახეობები, ყავა არ გამახსენდება. გოგოებო, ყავაში ფოცმატებს იცოდეთ ეგ ჩემგან. ერთი ის არის, რაღაცა რელიგია. ამერიკული. და ყავას არ სვავენ, ეგენი. ჩვენი არა, მე სადაც ვიყავ ის არა, სხვა არის კიდე. ძალიან ბევრნაირებია სულ, ძალიან ბევრნაირები არიან. და ყველგან ხო არის რაღაცა სიმართლის მარცვალი, თითო გაბნეული და გაფანტული. ხო და საინტერესოა, რომ ყავას არ სვავენ ეგენი. რატო არ სვავენ, ხო? ჩვენთან პირიქით ყველა ყავას სვავდა და პირდაპირ ჟურნალებში ყავაზე იბეჭდებოდა, რომ 7-8 ჭიქაც შეიძლებაო დღეშიო მეცნიერულად დამტკიცებულიაო. მაგრამ რო ჩავუფიქრდეთ სინამდვილეში. გავაკეთოთ დღეს ამ თემაზე ვიდეო გოგოებო.
ყავა შფოთს იწევს. მით უმეტეს ახლა 7 და 8 ხო საერთოდ შეიძლება ვეღარც დაიძინო საერთოდ. თუ მაგდენდალია. მაგრამ მე ვაპირებ, რომ ერთი ჭიქაც არ დავლიო. სულ მთლიანად ამოვიღო რა, ჩემი რაციონი და ყავა. კაკაოს გავაკეთებ ხოლმე. არ მიყვარს ოღონდ კაკაო. ჩაი მიჩერნია თაფლიანი ყველაფერს. ბანანიც იდეალურად მიდის და უხდება. ფინიკი ხო საერთოდ ჩაისთვის არის შექმნილი. ისე ძალიან უხდება გოგოებო. და მოკლედ გადავდივარ ჩაიზე. მე გადავდივარ. თუ ძალიან მომენატრებ ეგ არის ფიქრობ ახლა ჟანა მაითქვა და ისევ ყავას სვავს. თუ ძალიან მომენატრება დავლევ. აუცილებლად. ნი არ ვკრძალავ. არაფერს არ ვკრძალავ ჩემ ცხოვრებაში. საჭმელს უგულისხმობ. ყავა მომენატრება დავშეულებრივად. დედა ჩემმა მაგალითად ბევრჯერ თქვა ეს რომ აი მორჩა აღარ დავლევ ყავას. всё. ნებისმიერი დამოკიდებულება არის ძალიან ცუდი და ამ ყველაფერზე მუშაობა მინდა მე მჭირდება რა. თუნდაც ყავაზე დამოკიდებულება და იწევს გოგოებო, ყავა იწევს ნამდვილად დამოკიდებულებას. გვინდა არ გვინდა ესეა. დილით რო თენდება, იმ წუთში შეგვახსენდება. ეხლა ვეცდები, რომ არ ვიცი რამდენი ხანი გავძლებ. შეიძლება ვერ გავძლო დღეს ვედავლიო. შეიძლება გავძლო დღეს ერთი დღე, ხვალაც გავძლო ორი დღე და მერე დავლიო. შეიძლება კვეთი სიტყვით როგორ იქნება და რანაირად თქვენთან ერთად ყველაფერს მოგიყვებით და ვინც გინდათ რომ გამომყევით აბა და თან როგორ ვიქნებით მე ერთმანეთს უთხრათ ეს ყველაფერი. ჯერ ისედაც ძალიან ბევრი სანერვიულო გვაქვს და სადარდებელი ცხოვრებაში. გვინდა არ გვინდა, ეგეთი არის ცხოვრება. და მით უმეტეს რატო უნდა დავიმატოთ შფოთი ზედმეტად. და რატომ მივედი მაინც და მაინც დღეს ხო ამ დასკვნამდე არ ვიცი. არ ვიცი, ვნახოთ აბა როგორ იქნება და რანაირად. როგორ შევძლებ ამ ყველაფერს. შევხედოთ. აი ხა ტკბილი. შოკოლადი ხო არ მიჭამია, მაგრამ ტკბილი იმდენად სავსე ვარ ტკბილით. ავედი ესე იგი გოგოებო რა და არ ჩერდებიან და მოკლედ წივილ-კივილი გავუდით. არ მაცდიან ვიდეოს გადაღებას. ხო, ვნახოთ აბა რა იქნება, როგორ იქნება, შევხედოთ. მიყვარხართ ძალიან. კოცნით, გეფერებით, გულში გიხუტებთ ყველას. და წავიდეთ დღეს ვაბელიკში, ვაბელიკი გამოვიტანოთ, გაჩვენებთ, ისე მიყარია, რომ არ ვიცი რა. ხო არაფერი არ არის, ბევრი კი არაფერი მაქვს, შამპონებია ძირითადად გამოწვეული, მაგრამ მაინც ძალიან მაგრად მიხარია, პომადაც არის ერთი და ვნახოთ ერთი რაფერი ჩამოვა. გაკოცეთ და დროებით.